სოხუმის დაცემის დღიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში რუსეთის გარანტიებით 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა, როდესაც სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე. 27 სექტემბერს აფხაზურმა ძალებმა შტურმით აიღეს მთავრობის შენობა და ტყვე დაიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250,000-ზე მეტი ადამიანი აფხაზეთიდან დევნილი გახდა. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. აფხაზეთი სამაჩაბლოსთან ერთად დღემდე ოკუპირებულია.